ეთერს ტყის რეფორმაზე საუბრით განვაგრძობთ, რომელიც აქტიურ ფაზაშია. რეფორმის მიხედვით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება ეროვნულ სატყეო სააგენტოს. ახალი ფუნქცია კი ბუნებრივია, რომ ცვლილებებსაც მოიცავს. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15,000 ჰექტრიდან საშუალოდ 2,000 ჰექტრამდე შემცირდება. ასევე ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით. თემაზე უფრო მეც გვეტყვის ჩვენი სტუმარია ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი. მოგესალმებით ნათია და მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და მადლობა თქვენ რომ ყოველთვის ინტერესდებით ტყის თემებით. საინტერესო თემაა და გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია მასზე ზრუნვა, როგორც მოკლევადიანად, ასევე გრძელვადიანად და პირიქით მადლობას გიხდით, რომ ამ თემებზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ სიღრმისეულად ვისაუბროთ და დავინახოთ კიდევ ერთხელ, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენც მოქალაქეებმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენზე. რეფორმას რომ მივუბრუნდეთ ისევ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მიზანიც არის სწორედ ზრუნვაც და გადარჩენაც და აღდგენაც, რა ეტაპზეა ახლა? ვიცით, რომ აქტიურ ფაზაშია შესული. ეხლა ძირითადად აი ამ მომენტისთვის აქცენტები რა მიმართულებებზე და კომპონენტებზე კეთდება? დიახ, სოფო, ჩვენ ამ სტუდიაში თქვენთან ერთად ძალიან ბევრი გვისაუბრია მიმდინარეობაზე სატყეო სექტორის რეფორმის, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, თუმცა თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, სწორედ დღეს არის ის აქტიურ ფაზაში და ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახების შედეგები იმ თანმიმდევრული ნაბიჯებისა, რაც გადაიდგა და რასაც ამდენი ხანი ვცდილობდით, რომ მივსულიყავით. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ეს გახლავთ ნამდვილად ფიზიკური დაცვის დაბრუნება სატყეო სააგენტოსთვის და მისი თანამშრომლების რიცხოვნობის და ტყის მცველები, მეტყევეები იგულისხმება ამ შემთხვევაში. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, ღიად ვსაუბრობდით იმ გამოწვევებზე, რომელიც სექტორში წლების განმავლობაში დაგროვდა და ერთ-ერთი გახდათ უკანონო ჭრა, რომელიც გამოწვევად და რომელიც თავის მხრივ გახდათ ჩვენი ტყეების დეგრადაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სხვა ბუნებრივ თუ ანთროპოგენურ ფაქტორებთან ერთად. სწორედ ამიტომ ტყის დაცვის ფუნქციის დაბრუნება, მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება მოგცემს იმის საშუალებას, რომ პირველ რიგში შევინარჩუნოთ ჩვენი ტყეების მდგომარეობა და შემდეგ უკვე ვიზრუნოთ მის განვითარებაზე იმგვარად, რომ მან ეკოლოგიური, სოციალური თუ ეკონომიკური სარგებელი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ მოსახლეობას, იმიტომ რომ კარგად მოგვეხსენება ალბათ ახსნაცაც აღარ საჭიროებს, რომ ნამდვილად არის სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსი ქვეყნისთვის ტყე, ნამდვილად არის ჩვენი უსაფრთხო გარემოს გარანტია და ნამდვილად არის აქვს პოტენციალი იმისა, რომ მან თავისი საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც. ამ რაოდენობის ადამიანი, აი სპეციალისტი, კვალიფიციური კადრი მუდმივად ქვეყანაში ყველა მიმართულებაში თითქმის არის დეფიციტი და ამ მიმართულებით არის თუ არა ეგ პრობლემა? საიდან უნდა მოიყვანოთ ეს ადამიანები? ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში სექტორი პრიორიტეტული აღარ იყო, არც ახალგაზრდები ირჩევდნენ ამ პროფესიას და უნდა ვთქვათ, რომ არც ანაზღაურება და სამუშაო პირობები იყო ისეთი, რომ კვალიფიციური კადრი შენარჩუნებული იყო სისტემაში. არა მხოლოდ რიცხოვნობის ზრდა, სხვათა შორის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ყველაზე დიდი მიღწევა ერთ-ერთი შეიძლება ითქვას, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალისხმევით მოხერხდა, ეს გახლავთ სახელფასი ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, გაორმაგებაც კი ტყის მცველების შემთხვევაში, მეტყევეების შემთხვევაში, იმ ადამიანების შემთხვევაში, ვინც რეგიონში მუშაობს და ეს აქ არ მთავრდება, ძალიან ბევრი სოციალური გარანტია, რომელიც თანსდევს სამუშაო პირობების, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს მოგცემს საშუალებას ერთის მხრივ კვალიფიციური კადრი შევინარჩუნოთ და ახალგაზრდებით დავაინტერესოთ. ამის სასიკეთო ნიშნებიც გვაქვს, უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა. კი, იმიტომ რომ აი გულწრფელად უნდა ვთქვა, აი ამ თანმიმდევრულად ნაბიჯებად და მათ შორის სატყეო განათლების ხელშეწყობამაც, რომელიც როგორც პროფესიული, ისე უმაღლეს დონეზე საქართველოში უკვე ძალიან ბევრი კოლეჯი თუ უმაღლესი სასწავლებელი სთავაზობს და აქვე უნდა დავსინომ, რომ პროფესიული განათლება გახლავთ უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის, წლების განმავლობაში ნამდვილად მოიტანა შედეგი და თან იმ პირობებმა, რომ უკვე
სახელმწიფოს აქვს ინტერესი ასეთი ადამიანების დაფასების თუნდაც, ნამდვილად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადებით შედეგს მოიტანს. დადებით შედეგს მოიტანს არა მხოლოდ კვალიფიციური კადრის ნაწილში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან შეუწყობს ხელს სოფლად დასაქმებასაც, სოფლად ახალგაზრდების დაკავებასაც, იმიტომ რომ ჩვენ ოპერირებთ ქვეყნის მასშტაბით თითქმის 1.8 მილიონ ჰექტარზე. ამ ეტაპზე ეს შევსების კადრების შევსების ნაწილი დასრულებულია თუ მიმდინარეობს თუ რა ეტაპზე? მიმდინარეობს, დაგეგმილია, ჩვენ ველოდებით ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებს და უკვე უახლოეს მომავალში დაიწყება ამ თემით აუცილებლად დაგებრუნდებით და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ წლის განმავლობაში ყველა ვაკანტური ადგილი იქნება შევსებული. აუცილებლად მინდა გკითხოთ, რომ მაყურებლისთვის იყოს უფრო გასაგები, აი ჩვენც მინიშნება გავაკეთეთ და მე თქვენ საუბარი დაიწყეთ ამაზე საუბრით, ამ თემაზე აქცენტით, რომ ფუნქცია, დაცვის ფუნქცია უბრუნდება სააგენტოს. ამით რა იცვლება რეალურად? ანუ რა იყო ის ხვრელი, რაც აქამდე იყო შეუსებელი და ეხლა ამ გადაწყვეტილებით, ამ ფუნქციის დაბრუნებით, მონიტორინგის გამკაცრება მოხდება, რა მოხდება, რა ხვრელი შეივსება და რა შედეგს მივიღებთ? წარმოიდგინეთ, რომ ტყე როგორც სახელმწიფო ქონება, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია და დღემდე არ გახდათ ამ რესურსზე პასუხისგებელი პირი, რომელიც თუნდაც მატერიალურად პასუხისგებელი პირი. როგორ ჩვენი თანამშრომლები დღესაც ახორციელებენ მონიტორინგს და წერენ ადმინისტრაციული ავლენენ, ასე ვთქვათ, სამართალდარღვევას ტყეში, თუმცა ტყის მცველს არ ქონდა მიბარებული ტერიტორია, რომელზეც შეიძლება ყოფილიყო პასუხისგებელი. იმ შეზღუდული ადამიანური რესურსის პირობებში და იმ ანაზღაურების პირობებში, რაც აქამდე გახდათ, ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი, თითოეულ ტყის მცველს 15,000 და მეტი ჰექტარი ფართობის ეს ადამიანურ შესაძლებლობებსაც აღემატება, მოგეხსენებათ, რომ გააკონტროლოთ. ანუ რაოდენობრივად ეს ენაწილდებოდა, კი ბატონო, თუმცა დღევანდელ პირობებში აი ამ ფუნქციის დაყოფით რას გვაძლევს ეს, რომ ჩვენი სამოქმედო ტერიტორია დაიყოს სამცველოებად, ეს დაახლოებით საშუალოდ 2,000 ჰექტარია, რაც საკმაოდ ეფექტური იქნება საკონტროლებლად იმის გათვალისწინებითაც, რომ გარდა ადამიანური რესურსისა, თანამედროვე ტექნოლოგიებსაც საკმაოდ ეფექტიანად ვიყენებთ ბოლო პერიოდში და ამ მხრივაც არის დაგეგმილი გაუმჯობესება და გადაიარაღება და უკვე გაჩნდება სახელმწიფო ქონებაზე პასუხისგებელი პირი. ჩვენ უკვე ეს გვაძლევს საშუალებას ჩვენს თანამშრომლებსაც უფრო პირობების შექმნის პარალელურად პასუხისგებლობაც საკმაოდ მოვთხოვოთ. ისინი არ მხოლოდ ენთუზიაზმზე იყვნენ დამოკიდებულნი და ძალიან ბევრი თანამშრომელი და მადლობა მათ თავიანთი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავს დღესაც, თუმცა მომავალში უფრო მეტი იქნება პასუხისგებლობა, მეტი იქნება მონიტორინგის ინსტრუმენტი და მეტი იქნება უკვე და შემცირდება იმედია უკვე უკანონო ტყისარგებლობა და უკანონო ჭრა ტყეში. უკანონო ტყისარგებლობა რამდენად მასშტაბური პრობლემაა აი ამ დროისთვის ამ მონაცემებით, იმიტომ რომ რეფორმის ერთ-ერთი მეორე კომპონენტი, გარდა იმისა, რომ დაცვა ერთი მხრივ აქცენტირებული, მეორეს მხრივ არის სწორედ ტყისარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება, ხო ვკითხულობ, როგორი ჩანაწერიც არსებობს ამ რეფორმაში. ამ მიმართულებით ახლა როგორ დგას ეს პრობლემა, რამდენად მასშტაბურია, რა ცვლილებებია, რა ტენდენციები იგრძნობა? მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები ნამდვილად არის, რასაკვირველია არის და ვერ შევადარებთ თუნდაც 5 თუ 10 წლის წინანდელ პერიოდს, რომ აღარაფერი ვთქვათ წარსულზე, თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევა და სწორედ ამას პასუხობს რეფორმით დაგეგმილი თითოეული ქმედება და ღონისძიება. მათ შორის აუცილებლად უნდა ვახსენო ისიც, რომ არა მხოლოდ თქვათ უკანონო სარგებლობამ მიაყენა ჩვენს ტყეებს ზიანი წლების განმავლობაში არასწორმა ექსპლუატაციამ, რომელსაც ჰქონდა თავისი გამომწვევი მიზეზები, იმიტომ რომ ქვეყანა იყო ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისის პერიოდი გამოიარა, ხო, რომელმაც მერე ასახვა ჩვენი ტყეების მდგომარეობაზეც. ამიტომ რეფორმას შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილი ორი მიმართულება აქვს, თუმცა აქ არ მთავრდება ყველაფერი და საკმაოდ კომპლექსურია, რაც მათ შორის მრავალმიზნობრივი ტყისარგებლობის განვითარებასაც გულისხმობს იმისთვის, რომ ტყის როგორც ყველა ეკოსისტემური სერვისი იქნას მისი დაცვის და შენარჩუნების და გაუმჯობესების პირობებში გამოყენებული სასარგებლოდ ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. აუცილებლად მინდა დავაზუსტო მაინც ყველაზე მეტი წილი
უკანონო ჭრებში, რომელ კომპონენტზე მოდის, სოციალურ ჭრებზე მოდის, თუ რაზე მოდის ეს, ვინ არის, ვისზე გადის ძირითადი ხარისხს პასუხისმგებლობა? გულისხმობთ, როგორც ამასალე ისე საშეშე შეიძლება ითქვას თანაბრად არის უკანონო ჭრის გამოვლენისას დაფიქსირებული, თუმცა გადაჭარბებული მოხმარება, რაც სოციალურ ჭრას ვთქვათ, უკავშირდება, ესეც გახდათ წლების განმავლობაში პრობლემა. ამ ხრივაც ოდნავი გაუმჯობესება პრინციპში გვაქვს, იმიტომ რომ ალტერნატიული ენერგომატარებლებიც უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება სოფლად და გაზიფიცირება იქნება ის თუ სხვა წყაროები, ადამიანები ამასაც უკვე აქტიურად იყენებენ და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო შემცირდება ტყეზე ზეწოლა, თუნდაც სათბობად ენერგეტიკულად გამოყენების თვალსაზრისით. ძალიან დიდი მადლობა ნათია საინტერესო ინფორმაციისთვის. და რა თქმა უნდა, არაერთხელ შევხვდებით, იმიტომ რომ ძალიან ცოცხალი პროცესია ეს ტყის რეფორმა, რამდენი წლის მიღებულიც არ უნდა იყოს თვითონ დოკუმენტი. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ტყის რეფორმაზე, რომელიც აქტიურ ფაზაშია, საუბრობდა ჩვენი სტუმარი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი.